დიდი მადლობა მაკა, მადლობა მოწვევისთვის. ქართული ოცნების მე მგონი ეს რეაქცია მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არსებობდეს ალტერნატივა. იმიტომ რომ სხვა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მათ ვერ გატეხეს ვერაფრით და გრძელდება და საერთაშორისო სანქციები უკვე ადგილზეა, ანუ ამ ორმა ფაქტორმა იმუშავა. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა გქონდეს განცდა, რომ ცვლილება ქართული ოცნების ხელისუფლების გამოიწვევს ამ ქვეყანაში მის შემდგომ ევროპეიზაციას, ამ სტაგნაციიდან და კრიზისიდან გამოსვლას და არა იმ ყველაფერს, რასაც ოცნება ხშირად იმეორებს. ხო, ანუ აი ეს სტაბილური ცვლილების და ტრანზიციის გააზრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ხედავდნენ, როგორი იქნება მომავლის პოლიტიკური კონტურები ქვეყნის და ვინ იქნება ის ხალხი, რომელიც კოალიციურად ამ ქვეყანას მართავს. იმიტომ რომ ეს კოალიციურობა ჩვენ სამწუხაროდ იგივე 2024 წლის არჩევნებისთვის საკმარისად იმის გამო რომ არა აქვს ამ ქვეყანას პოლიტიკურ კულტურაში ეს გამოცდილება, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკმარისად ვერ გაიაზრა კოალიციურობის მნიშვნელობა და როგორც ჩანს პოლიტიკურმა პარტიებმაც ვერ დავარწმუნეთ იმ დროს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი იმაში, რომ ეს შესაძლებელია ამ ქვეყანაში. კოალიციურობისთვის ვართ განწირული, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, განწირულში გულისხმობ იმას, რომ გარდაუვალია ეს ამბავი იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ დღეს ოპოზიციურ პარტიებში არ არსებობს დიდი ასიმეტრია, ასე თუ ისე დაახლოებით ერთნაირი მსგავსი ძალები არის თავმოყრილი აქ და ეს კოალიციურობა იმთავითვე გამორიცხავს იმას, რომ აღმოჩნდეთ იმავე პრობლემებში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. იმის გამო, რომ ერთი კონკრეტული პარტია ვერ შეეზრდება სახელმწიფოს და ვერ მიიტაცებს ძალაუფლებას სასამართლოში, პარლამენტში, პოლიციაში თუ სხვაგან. ეს არის გარანტი, ანუ checks and balances, რასაც ეძახიან, ანუ ეს ეგრეთ წოდებული საპირწონეები, ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებამდე, საპარლამენტო და სასამართლო დაყოფამდე მიდის, უპირველეს ყოვლისა პარლამენტი უნდა იყოს ეგ ადგილი, სადაც იმთავითვე არსებობს კონკურენციის და თანამშრომლობის ალგორითმი და ეგ არის კოალიციურობა და სამწუხაროდ ეს არ აქვს ამ ქვეყანას გამოცდილი, იყო ამის ფრაგმენტები 2012-16 წლებში და ამ ქვეყანაში იგივე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში თუ რამე პოზიტივი მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სუსტი კოალიციური წარმონაქმნი არსებობდა. სისუსტეში გულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ იქ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებით დიდი წილი, ხო, გამომდინარე მისი რესურსებიდან და ასე შემდეგ. თანაბარი ძალების, ასე თუ ისე თანაბარი ძალების მქონე პოლიტიკური ერთობის კოალიცია იქნება ის გარანტი, რომელიც ამ ქვეყანას შეუქცევადად გაიყვანს დემოკრატიის გზაზე და ეგ თუ არ ვაჩვენეთ დღესვე, რომ ეს შესაძლებელია ამ ხალხს ანუ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობა შეგვიძლია, რთული იქნება ადამიანების დარწმუნება იმ დროს, როდესაც მათ უკვე რაღაცა საარჩევნო ყუთთან უნდა მიიღონ ეგ გადაწყვეტილება. მე გკითხეთ, რითი განსხვავდება ეს ერთობა იმ ერთობებისგან, რომელიც აქამდე გვინახავს? გულისხმობ ხელმომწერ პარტიებს, რომლებიც საერთო მესიჯ ბოქსზე თანხმდებოდნენ, საერთო სტრატეგიულ ნაბიჯებზე თანხმდებოდნენ, ბოლო რამდენიმე საპარლამენტო არჩევნების წინა სამძაზიდისიდან მოყოლებით, ბული ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრჯერ ვნახეთ ერთ ბრიფინგზე დამდგარი ერთობის სახით ოპოზიცია. ახლა როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს ერთობა განსხვავდება იმ ერთობებისგან, რომელიც აქამდე საზოგადოებას უნახავს, ან თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც ახლა ერთიანი ოპოზიციის ნახვა სურს როგორც ალტერნატივა ხელისუფლების შემცვლელისა, რას თავაზობს საზოგადოებასაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომელიც თავის მხრივ ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამს მოქალაქეთა დასახმარებლად, ხო? ეს იქნება სანქცირების პოლიტიკის გამოყენება თუ სხვა მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ. ეს არის სამართლიანი სკეპსისი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, იმიტომ რომ მართლაც ასე იყო. ეს გამოცდილება აქვს სამწუხაროდ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა აქ უნდა ვიყოთ გულწრფელები, რომ მე მგონი მთავარი განსხვავება არის კონტექსტი და კონტექსტი არის ის, რომ ცდისა და შეცდომის ხარჯზე ცალკეული პოლიტიკური პარტიებით ერთობლივად მივედით გადაწყვეტის ამ ფორმასთან და ურთიერთთანამშრომლობის ამ ფორმასთან. რა იგულისხმება ამ ცდასა და შეცდომაში? ეს არის ჩვენი უახლოესი წარსული გამოცდილება, იმიტომ რომ 2024 წლიდან ვიდრე არ ვიცი გუშინდლამდე პირობითად არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით, ხო? არსებობდა 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბერთან დაკავშირებული ორი განსხვავებული გზა, მანამდე არსებობდა კიდევ სხვა ტიპის წინააღმდეგობები.
ამ გზამ ხელისუფლების წნეხთან ერთად არ დაგავიწყდეთ რომ ოპოზიციის არ ვიცი დიდი ნაწილი ან ციხეში ზის ამ წუთასაც ან ციხიდან ახალი გამოსული აქვს ლიდერები მყავს ხედულობაში და არა მხოლოდ ამას ემატება სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი წნეხი რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს ეს არის გამოცდილება რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ და მე იმედი მაქვს რომ ეს გამოცდილება არა მხოლოდ რაღაც პერსონალური კათარზისისთვის იყო სივრცე არამედ იმის გააზრებისთვისაც რომ პოლიტიკური ბრძოლა როგორი უნდა იყოს ამაზე შევთანხმებულიყავით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა. დემოკრატიული გადატვირთვა ცალკეულ პარტიაში საგრძნობია მეტი ნდობა ამ წუთას მე ესეთი განცდა მაქვს ცალკეულ პარტიებსა და წინააღმდეგობაში მყოფ ადამიანებს შორის და ეს ნდობაც გამოიწვია იმან რომ ამ ადამიანებმა რომელსაც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ასე შემდეგ გაწირეს გულისხმობ და მათ შორის თავისუფლება, ხო? გულისხმობ აქტივისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მათ იგრძნეს რომ პარტიები არ არიან სადღაც შორს მაღლა გვერდი და ასე შემდეგ, მათ გვერდით დგანან, მათნაირად აღმოჩნდნენ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში და ასე შემდეგ და ეს ამან გააჩინა სივრცე რაღაცა ახალი ტიპის ქმედებებისთვის, სადაც წარსულის ეგ შეცდომები, რაზეც თქვენ ლაპარაკობდით, ჩემი აზრით გადაზღვეულია სწორედ ამ გამოცდილების გამო და ეს ყველაფერი დამაგრებულია ქაღალდზე ამ შემთხვევაში თვითონ აი ამ დოკუმენტის შინაარსში უკვე ჩანს მაგალითად ეს ეთიკის კოდექსი თუ ერთმანეთთან ურთიერთობის ეს ფორმები რომელზეც შევთანხმდით ერთ შეხედვით ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს მაგრამ გარწმუნებთ რომ სწორედ აქედან იწყება ურთიერთობების რაღაცა ის მინიმალური სტანდარტი, რასაც მე უკვე თანამშრომლობაში კიდევ უფრო მეტად გავუშვებ. როგორ ითარგმნება აი ეს ფურცელზე დაწერილი თუ რაღაცა შეთანხმება მიღწეული ერთობა ქმედით ნაბიჯებში, ბატონო გიორგი. მე გეთანხმებით რომ საზოგადოებისთვის არ იყო მარტივი საყურებელი დაგსაქსული ოპოზიცია, განსაკუთრებით მძიმე შეფასებებით ერთმანეთის მიმართ და ალბათ სკეპტიციზმიც აქედან მოდიოდა იმ ადამიანების მხრიდან ოპოზიციური ლიდერების მისამართით, მაგრამ მეორე და მთავარი მოთხოვნა, რომელიც სულ ისმის საზოგადოებაში არის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ამ რეჟიმის შესარყევად გადაიქმნება. როგორ ითარგმნება ქმედით ნაბიჯებში ეს ერთობა, რომელიც გუშინ ჩვენ ვნახეთ? ქმედით ნაბიჯებს მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე იხილავს საზოგადოება, ამ წუთასაც მიმდინარეობს რაღაც სამუშაო სხვადასხვა ფორმატში, აი ამ კოალიციის შიგნით. რამდენიმე საკითხის დამუშავება, უახლოეს პერიოდში იქნება რამდენიმე საჯარო შეხვედრაც, ამ საჯარო შეხვედრაზე იქნება კომუნიკაცია მათ შორის პროტესტში ჩართულ ადამიანებთან და არა მხოლოდ და ეს ერთობლივი ქმედებები იქნება საჯაროდ და ანონსდება კიდევაც, შესაბამისი კამპანიაც იქნება და ამ ყველაფერს ნახავთ. მე მგონია რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება გაძლიერებული საპროტესტო აქციები, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება. ეს იქნება გაძლიერებული მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ეს იქნება სხვა ტიპის აქტივობები, რომელიც დემონტაჟისკენ იქნება მიმართული. უპირველეს ყოვლისა იქნება რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ორი მიმართულება, ერთი მხრივ პროტესტის გაძლიერება, გაღრმავება, მეორე იქნება საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობა. თუმცა ამ ერთობაში არ დაგავიწყეთ, რომ ჩვენ დავტოვეთ სივრცე სრულიად გააზრებულად, მათ შორის იმისთვის, რომ თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარ შესაძლო პოტენციურ ამომრჩეველთან წვდომა არ დაკარგოს პირიქით, გააღრმავოს ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ალიანსი რატო დავარქვით, ხო? ეს ალიანსი სიტყვა კონოტაციას თვითონ არა ზუსტი ანალოგიისთვის, არამედ მეტაფორისთვის. ნატო არის მაგალითად ალიანსი. რა იგულისხმება, ხო? ნატოს წევრი სახელმწიფოები, ხო, არ უქმდებიან ნატოში გაწევრიანებით. ისინი უბრალოდ ერთმანეთთან არიან იმ ტიპის კოორდინაციაში, სადაც ნატოს სიძლიერე დამოკიდებულია ამა თუ იმ წევრი სახელმწიფოს თავდაცვის შენატარებზე, მის სამხედრო შესაძლებლობებზე, ანუ მის კონკრეტულ სიძლიერეზე, ოღონდ ეს სიძლიერე იქმნება ერთმანეთთან სინქრონში. ხო, სინქრონში იგულისხმება ის, რომ ვიღაცა თუ არის საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ავითარებს, ვიღაცამ სარაკეტო უნდა განავითაროს. ანუ იგულისხმება დაახლოებით ამ ტიპის თანამშრომლობა, სადაც ჩვენ ნიშას ჩვენს განსხვავებულობას, ჩვენს ძლიერ მხარებს, ვიღაცას რეგიონში აქვს უფრო მეტი ეგრეთ წოდებული წოდომა, ხო? ვიღაცას არ ვიცი, კარგი საერთაშორისო კონტაქტები აქვს. ამ ყველაფრის ინტეგრირება და სინქრონიზება მოხდება იმ ამოცანებისთვის, რომელიც თქვენ წაიკითხეთ დასაწყისში, როგორც მიზნები. კიდევ ერთხელ მოხდა ქართული ოცნებისგან დაანონსება, ხსენება უფრო სწორად საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რამდენიმე პარტია, რომლის გაუქმებასაც მოითხოვს ქართული
ოცნება. ელოდებით თუ არა, რომ წნეხი ამ მიმართულებით თუ სხვა მიმართულებებით ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეები აღძრული და ერთმანეთის მიყოლებით ხედან 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერი განსასჯელის სკამზე. არის თუ არა მოლოდინი იმის, რომ რაც უფრო აქტიური იქნება ოპოზიციური ალიანსი თუ ერთობა, მით უფრო აქტიური იქნება საკუთარ წნეხში ქართული ოცნება. კი, რასაკვირველია. ამ მიმართულებით როგორ მიდის სამზადის საპირისპირო? ბევრ სხვა ინდიკატორთან ერთად ამ კოალიციის წარუმატებლობა მათ შორის გაიზომება სამწუხაროდ ხელისუფლების რეპრესიების ხარისხითაც. ანუ აქ უნახავთ აუცილებლად რამდენადაც წარმატებული იქნება ეს ერთობა. ანუ ერთი მხრივ ლაპარაკობენ რომ ნულს მივუმატოთ ნულით არაფერი არ იცვლება, მეორე მხრივ უკვე დაეწყოთ პანიკა თქვენ როგორც ახსენეთ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა და სხვა, ხო? ფაქტია რომ ეს ყველაფერი იქნება, თუმცა ეს ხალხი რომელიც დარჩა ამ ქვეყანაში ბრძოლისთვის და აგრძელებს ამ ბრძოლას, პოლიტიკოსები მყავს ამ შემთხვევაში ხედულობაში, მზად არიან ამ ყველაფრისთვის და აგრძელებენ ამ ბრძოლას. ეს რეალობაც არის ერთ-ერთი მიზეზი, ხა თავისუფლების მოედნის მოტივაცია აინტერესებდა ბევრს, ხო, რატო ვიყავით რატო დავთანხმდით ამ კოალიციურობას. სწორედ იმის გამო რომ ქვეყანაში არის კრიზისი, ხო და ნახეთ ერთი მხრივ ჩვენ ამ კრიზისის სულ ლაპარაკობთ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ქმედებები აი ამ საგანგებო ვითარებას შესაბამისად არ გამოხატავდა, ხო, გულისხმობ ოპოზიციური პარტიების და ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სანამ მართლა ქვეყანა სამშობლო დაგვიკარგია, არ ვიცი, ყველა ემიგრაციაში წავსულვართ, ან ყველა ციხეში წასულა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ურთიერთკოორდინაციის ამ ფორმებით შევძლოთ მართლა სახელმწიფოს გადარჩენა, იმიტომ რომ თქვენ მითხარით რომ რეგიონზეც ვილაპარაკებთ და ამ რეგიონში რაც ხდება, მათ შორის ეგაც ხომ არის რომ მარტო რისკები კი არ იზრდება და მარტო რაღაც კატაკლიზმები კი არ ხდება. ჩვენს ირგვლივ ახალი შესაძლებლობები ჩდება, რომელსაც ერთადერთი მიზეზით ვკარგავთ, რომ ყავს ხელისუფლება, რომელიც ზურგით დგას ამ პროცესებისგან და რუსეთთან ყოველდღიურად აახლოებს ამ ქვეყანას. რეგიონში სანამ დაგემშვიდობებით ორი მიმართულებით მინდა გკითხოთ. ერთი, როგორ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები რეგიონზე, მთლიანად რა მოლოდინები არის თქვენ დიდი ხნის განმავლობაში, კარგად გესმის ეს თემა, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი იყავით, ერთის მხრივ გულისხმობ დაანონსებულ 4 კვირიან ომს და გავლენებს რეგიონზე და მეორე არ მინდა რომ გამოგვრჩეს ქართული ოცნების ლიდერების ვიზიტი შეერთებულ შტატებში. დღეს გაირკვა რომ ქართული ოცნება შტატებში მიწვევით პრორუსი კონგრესმენის მიწვევით წავიდა. მოდით დავიწყოთ ირანის თემით და შემდეგ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით. კი ბატონო, დავიწყოთ ირანის თემით. ფაქტია რომ ეს კამპანია იქნება რთული, უბრალოდ ანუ რამდენიმე შესაძლო სცენარი არსებობს. ყველაზე უარესი სცენარი არის რომ სტაბილიზაციის ფაზა რთულდება და ანუ ძელდება ესე იგი გარკვეული ქაოსი ირანში, თუმცა არსებობს პროოპტიმისტური ვარიანტი და სცენარი, რომელსაც ამ წუთას მე ვემხრობი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია ხა სახმელეთო ოპერაციის გარეშე რთულია ხოლმე რეჟიმების ცვლილება, გონია რომ საკმარისი ცვლადები გვაქვს ადგილზე, როგორც ირანში მოსახლეობის განწყობის თვალსაზრისით, ისე კოალიციის ამ შემთხვევაში ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების მანამდე ჩატარებული სამუშაოები მაძლევს მაგის თქმის საშუალებას და მაგის დაშვებას, რომ კი იქ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად მოხდება და მოხდება ბევრად უფრო მშვიდად, ვიდრე უარეს სცენარს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ასეა თუ ისეა, ფაქტია რომ ირანი არასოდეს აღარ იქნება ისეთი როგორიც იყო და რა იყო ეს ირანი, ხო? ირანი იყო სახელმწიფო, რომელიც რაღაცა უბრალოდ რუსებს შაჰიდის დრონებით ეხმარებოდა უკრაინაში. ეს კი არ იყო მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ირანი იყო ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ფორპოსტი დესტაბილიზაციის შემოტანის და ესე იგი ტერორისტული ჯგუფების მუდმივად მოქმედებაში მოყვანილი ხო, ანუ იქამდეც კი რომ რამდენიმე ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ესეთი კოტკინი, რომელიც ამბობს, რომ ცივი ომის ვერ დასრულება გამოიწვია 1979 წელს მომხდარმა ორმა მოვლენამ. ერთი ეს იყო ირანული რევოლუცია და მეორე ჩინეთის მოდერნიზაცია ამბობს. ანუ იმას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ლიბერალური დემოკრატიის ტალღა გაჩერდა იმის გამო, რომ არსებობდა ირანის ფენომენი და ირანის ფენომენის გადასხვაფერება, ანუ ფაქტია, რომ ის ისეთი ვერასოდეს ვეღარ იქნება, როგორიც იყო, არსებითაც ცვლის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკას და ეს პოლიტიკა ასუსტებს ავტორიტარებს. ანუ ასუსტებს ავტორიტარებს და ახალ ბუსტს აძლევს დემოკრატიებს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხებს. მადლობა.